სამართლიანობის აღდგენის პროცესი და დამოუკიდებელი სასამართლო ქალაქის მერს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების გარეშე დარბაზიდან ანთავისუფლებენ. Როგორ მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენის პროცესი? Როგორ აფასებენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ქართულ კოაბიტაციას და აპირებს თუ არა გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი? მთავარ კითხვას ირაკლი ალასანია უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში რა სკანდალურ ინფორმაციას ფლობს მერიის ფინანსურ სქემებზე და ჰქონდა თუ არა ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიაში მოქმედების თავისუფლება? ჯაბა სამუშია გადაცემაში მთავარი კითხვა. ირაკლი ალასანია უპასუხებს მთავარ კითხვას ის თავდაცვის სამინისტროდან ერთვება გადაცემაში. საღამომშვიდობისა ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. საღამომშვიდობისა კაბეს მოგესალმებით. დიდი ხანი არ ყოფილხართ ჩემი სტუმარი, ბევრი კითხვა მაქვს თქვენთან, მაგრამ მაინც მინდა რომ დღევანდელით დავიწყოთ. გულისხმობ ქალაქის მერის განთავისუფლების ფაქტს სასამართლო დარბაზიდან, რომელსაც არ შეუფარდა არანაირი აღმკვეთი ღონისძიება მოსამართლემ. რამდენ შეგიძლიათ როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ილაპარაკოთ ამ ვითარებაში სამართლიანობის აღდგენაზე, რაც იყო მთავარი დაპირება კოალიციის მხრიდან? ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვა არის ის, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს და დამნაშავეები დაიჯებიან. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის უკვე საგამოძიებო პროცესი, სასამართლოს მიერ უნდა იყოს განხილული ორივე მხარის არგუმენტები და ეს რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო, ეს იქნება უკვე ნათელი საზოგადოებისთვის. ამაზე მეც მიმდინარე გამოძიებაზე მე ვერანაირ კომენტარს ვერ გაიკეთებთ. როგორ ფიქრობთ, ხომ არ იწევს გარკვეულ იმედგაცრუებას საზოგადოების თვალში, როდესაც ერთი მხრივ პროკურატურა წარადგენს მტკიცებულებებს და მეორე მხრივ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ადამიანებს არ ჯიან? როგორ ფიქრობთ, იმედგაცრუებას ხომ არ იწევს ეს საზოგადოებაში? მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იმ ადამიანებისთვის და უმრავლესობისთვის საზოგადოების, ვინც ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მხარი დაგვიჭირა, სწორედ იყო სამართლიანობის აღდგენა. ის გაუსაძლისი რაღაც განცდა ყველაში უსამართლობის და აბსოლუტური უნდობლობის, რომელიც იყო მაშინ სასამართლოს მიმართ, გამოძიების მიმართ, სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ, იმის მიმართ, როგორ იყენებდა პოლიტიკურ ინსტრუმენტად წინა ხელისუფლება მოქალაქეების წინააღმდეგ ამბერკეტებს. მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თუ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევდგეთ დემოკრატიულ ქვეყნად და სახელმწიფოდ, ყველა პროცესი უნდა იყოს კანონის ფარგლებში და სამართლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად და მე მგონია, რომ ჩვენი პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები სწორედ ამით ხელმძღვანელობენ. მე მესმის ასევე ის მოუთმენლობის გაცდა, რომელიც საზოგადოებაში არის, მაგრამ ასევე მინდა მოუწოდო და შევახსენო ყველა ჩვენ მხარდამჭერს თუ ნებისმიერ მოქალაქეს, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთავარი არის, რომ კანონი დავიცვათ განუხრელად და სამართლიანობა აღვადგინოთ სწორედ კანონის ფარგლებში. ბატონო ირაკლი, ახლახანს დაბრუნდით ბრიუსელიდან, საინტერესოა იქ როგორ უყურებენ ახლა უკვე სამართლიანობის აღდგენის პროცესს, ჩვენ გვახსოვს მათი მწვავე განცხადებები თავიდან ოღონდ. BBC-ს ჟურნალისტმა ამას წინათ ასეთი შეკითხვა დაგისვათ, თქვენ არ გიჭერდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, თქვენ კი ცდილობთ ისინი დააკავოთო. ასეთი წარმოდგენა არის ახლა დასავლეთში იმაზე, რაც ხდება საქართველოში? პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა ბრიუსელში, იყო ნატოს ISAF-ის წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრა. ძირითადი განხილვა ბუნებრივია მიეძღვნა სწორედ ავღანეთში 14 წლის შემდეგ, როდესაც დასრულდება ISAF-ის ოპერაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. მე მინდა გითხრა, რომ საქართველოს პოზიციები იყო, რა თქმა უნდა, მოწონებული ISAF-ის მონაწილე ქვეყნების მიმართ. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ახალი მთავრობა, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ის მთავრობა, რომელმაც მეორე ბატალიონი გაუშვა გლობალური უსაფრთხოების დაცვისთვის და ავღანეთის უსაფრთხოების დაცვისთვის ავღანეთში. ჩვენი ერთგულება ევროატლანტიკური ღირებულებებისადმი სწორედ ამაშიც გამოვხატეთ და გარდა ამისა, განუხრელად მიზანმიმართულად ჩვენი ქვეყანა მიდის ნატოსთან სრული ინტეგრაციის გზაზე. ეს გამოიხატა ასევე ჩვენი კოლეგების, ჩვენი მეგობრების, პარტნიორი ქვეყნების მინისტრთა გამოსვლაში. მე მქონდა შესაძლებლობა ამერიკის თავდაცვის მინისტრისთვის გადამეცა ჩვენი მოსაზრებები ახალი
მთავრობის მოსაზრებებით როგორ ხედავთ ავღანეთში უსაფრთხოების ასე ვთქვათ შენარჩუნებას აისაბის ოპერაციის შემდეგ ჩვენ შევთავაზეთ და შევხვდი ავღანეთის მინისტრს თავდაცვის, რომელსაც ის შესაძლებლობები შევთავაზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენ საგანმანათლებლო სამხედრო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, ასე რომ საქართველო არის წონადი და არა ერთ-ერთი ასე ვთქვათ ჩვეულებრივი მონაწილე ამ პროცესის, არამედ წონადი, რომლის აზრს რომლის მოსაზრებებს პატივს სცემენ ნატოს ქვეყნები და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს მის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ამ მხრივ მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერა არის ნატოსგან საქართველოს ინტეგრაციის კუთხით. რამდენად ენდობიან ამჟამინდელ ხელისუფლებას? გადასტურდა იმით, რომ ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს ეწვიოს. ეს არის ძალიან დიდი დაფასება საქართველოსი და ასევე ეს დიდი მოთხოვნა ჩვენთვისაც. იმიტომ რომ სწორედ ამ ვიზიტს, რომელიც შეფასებითი ვიზიტი ექნება, დიდი მნიშვნელობა ექნება თუ როგორ განვითარდება ჩვენი ინტეგრაციული პროცესები უკვე 2014 წლის სამიტისთვის. აქედან გამომდინარე, ამ ვიზიტს ჰქონდა ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი დიდი დატვირთვა. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას სამართლიანობის აღდგენაზე, მე მგონი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს არის საქართველოს შიდა საქმე, თუ როგორ განვითარდება თავად გამოძიება, ეს არის საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების გადასაწყვეტი, მაგრამ ბუნებრივია ისინი ძალიან კარგად, ძალიან ასე ვთქვათ, დიდი ინტერესი დააკვირდებიან თვითონ გამჭვირვალეობას ამ პროცესის, ასევე დააკვირდებიან ბრალდების ასე ვთქვათ სიმყარეს. და ეს ბუნებრივია, ჩვენ კი არ გვაფრთხობს პირიქით. ჩვენი ინტერესი სწორედ ეს არის, რომ იმ ფასადს, რომელიც შექმნა წინა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში, რომ საქართველოში სამართლიანობა დაცული იყო, სწორედ ამ პროცესში ასეთი გამჭვირვალეობის პირობებში აეხტება ფარდა. გარდა ამისა, ჩვენ ვიყურებით მომავალში და ჩვენ არა ვართ მხოლოდ ჩარჩენილი წარსულში. ის კარგი რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, ის არის ჩვენს მხრივ დაფასებული, მაგრამ ის პრობლემები და კიდევ ერთხელ უსამართლობა, ეს ფუნდამენტალური განცდა იმისი, რომ სახელმწიფო ერჩოდა მოქალაქეს და კი არ იცავდა, ამის შესვლა სხვანაირად ვერ მოხერხდება, თუ კი ყველა საქმე დიდი, ასე ვთქვათ, საზოგადოების ცნობილი საქმეები, რომელიც მივიწყებული იყო, არ გაიხსნა და არ გამოვლინდა დამნაშავე და არ დაისაჯა. ბატონო ირაკლი, სანდოობაზეც დაგისვით შეკითხვა, არის თუ არა ამჟამინდელი ხელისუფლება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ისეთივე სანდო, როგორც იყო წინა, რომელიც ითვლებოდა პირდაპირ დასავლური ორიენტაციის ხელისუფლებად. არის თუ არა სანდოობა მაღალი? მე მინდა გითხრა, ჩემი შეფასება, რა თქმა უნდა, შეიძლება აქ სუბიექტურობის ნაწილიც იყოს ჩემს შეფასებაში, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, მაგრამ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ საქართველოს დღეს ბევრად უფრო საიმედო პარტნიორად მიაჩნია ჩრდილოატლანტიკურ, ასე ვთქვათ, ორგანიზაციას, ნატოს. წინა ხელისუფლების სხვადასხვა შეცდომების გამო სწორედ საიმედოობაში შეეპარათ ეჭვი წინა ხელისუფლების და აქედან გამომდინარე თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი შეზღუდვები იყო ჩვენ თავდაცვისუნარიანობის გამტკიცების კუთხით, ეს იქნებოდა სხვადასხვა ტიპის იარაღის მოწოდება ან თუნდაც სხვა სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა ნატოს წევრ ქვეყნებთან. დღეს პრაქტიკულად ეს პრობლემა არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკა არის მათთვის ძალიან გასაგები. ჩვენ მივდივართ სრული ნაბიჯებით, რომ ინტეგრაცია გავაკეთოთ ნატოში, ევროკავშირში, მაგრამ ამავე დროულად ჩვენ ვფიქრობთ რეგიონალურ უსაფრთხოებაზე ბევრად უფრო პრაგმატულად და ბევრად უფრო პრაგმატულები ვართ ჩვენს ურთიერთობებში რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენი პოლიტიკა დაფასებულია ნატოში და ევროპაში იმით, რომ ჩვენი პოლიტიკით პრაგმატული ნაბიჯებით რუსეთს არ მივცემთ არასდროს იმის საბავს, რომ სამხედრო აგრესია ან თუნდაც სხვა პოლიტიკური აგრესიული ნაბიჯები გადმოდგას საქართველოს წინააღმდეგ. ეს ჩვენს ინტეგრაციულ პროცესს ნატოში კიდევ უფრო გაასმაგებს და მეტად შეუწყობს ხელს. ყველა შეხვედრაზე და მე შევხვდი თვარცხვები დაახლოებით 20-მდე მინისტრს ნატოს წევრი ქვეყნების, ყველგან ხაზგასმით იყო დაფიქსირებული მათი დადებითი დამოკიდებულება ჩვენს ახალ პრაგმატულ დამოკიდებულებაზე რეგიონალური უსაფრთხოების მიმართ და კონკრეტულად რუსეთის მიმართ. აქვე ყოველთვის აღნიშნავდით, რომ ჩვენ ილუზიები არ აგვაქვს. რუსეთი შეიცვლის პოლიტიკურ დამოკიდებულებას ჩვენს წევრობაზე ნატოში ან თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ამ ეტაპზე. ჩვენ არ აგვაქვს ეს ილუზიები, მაგრამ ჩვენ გვინდა პრაგმატული ურთიერთობებით გავხსნათ პირველ რიგში ის ბაზარი, რომელიც ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ბიზნესმენებს ძალიან ჭირდება და ასევე ჰუმანიტარული ურთიერთობები და ძალიან ნათლად გვაქვს გაცხადებული, რომ პოლიტიკური ფორმატის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გაგრძელდება სწორედ ჟენევის ფორმატში. რაკი თქვენ თვითონ ჩამოაგდეთ ამაზე სიტყვა, მე არაერთხელ დამისვამს ეს შეკითხვა თქვენთვისაც და სხვა ლიდერებისთვისაც, ახლა გავიმეორებ, ოღონდ მინდა გთხოვოთ უფრო მეტი დაკონკრეტება.
რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ერთი მხრივ რუსეთთან დიალოგი და ურთიერთობის აღდგენა, მეორე მხრივ სწრაფვა ნატოსკენ. კარგად ვიცით რუსეთის პოზიცია, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგია მის საზღვრებთან ალიანსის გაფართოების. უნდა დაველოდოთ იმას, რომ გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვლება დამოკიდებულებები, თუ გაქვთ რაიმე სხვა კონკრეტული გეგმა? მე ვფიქრობ, ეს საჭიროებს დაკონკრეტებას. ეკა, არასწორად არის საფუძველშივე შეკითხვა დასმული, იმიტომ რომ ჩვენ არაფერს არ ველოდებთ. ჩვენ ვაგრძელებთ და ჩვენ ძალიან მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ. ეს იყო დეკლარირებული ქართული ოცნების კოალიციის პოზიცია არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ამის ნაბიჯ ეტაპობრივად განხორციელება ჩვენი რეფორმებით, რომელიც მიმდინარეობს თავდაცვის უწყებაში, რეფორმებით, რომელიც მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რეფორმებით, რომელსაც ახორციელებს თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროში და სამართლიანობის ინსტიტუციური გარანტიების მოპოვებით ჩვენს ქვეყანაში. აი ეს ყველაფერი პირველ რიგში ეხიდება ჩვენს ამბიციას და ასე ვთქვათ, სურვილს, ჩვენი ერის სურვილს გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამასთან ერთად ჩვენ ვიძახით, რომ ამ გზაზე ჩვენ მტკიცეთ მივდივართ, მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს პრაგმატული დამოკიდებულება რუსეთთან, არა ილუზიური დამოკიდებულება, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენი ბიზნესისთვის, ჩვენი მეწარმეებისთვის გავხსნათ რუსეთის ბაზარი, რომელიც ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის უპრეცედენტო თანხა და ენერგია იდება დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ყველაზე დიდ ამ შემთხვევაში წელს ყველაზე დიდ დაფინანსებას სწორედ აგდებს, იმიტომ რომ 55% ჩვენი მოსახლეობის სწორედ სოფლის მეურნეობაში იყო დაკავებული, ხომ? სწორედ ამ პროდუქციის გატანის შესაძლებლობა გვეძლევა დღეს რუსეთის ბაზარზე და ამიტომაც აბსოლუტურად პრაგმატული და სწორია, რომ ჩვენ ეს ბაზარი დავიკავოთ. ამასაც ეს იოლად არ მოხდება. ამ წლების განმავლობაში დაბრუნება რუსეთის ბაზარზე ჩვენი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, ამასაც დაჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა. მაგრამ ეს არის სწორი და ამას აფასებს ყველა ძალიან ადეკვატურად, სწორად და მიესალმება ნატოს, ევროკავშირის ჩვენ ასეთ ურთიერთობებს დამოკიდებულებაც, რომ არ სურთ მათ ნატოს გაფართოება საზღვრებთან. რუსეთის დამოკიდებულება არ იცვლება და კიდევ ერთხელ გეტყვით, ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი, მაგრამ ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ რუსეთს არ მივცევთ არც ერთი მიზეზი აგრესიული პოლიტიკა აწარმოოს საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ეს არის პრაგმატიზმი. სად, როგორ და რა ვითარებაში გაიხსნება რეალურად გარღვევა მოხდება საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებში, ას ჩვენ არ ვიცით და ამაზე ილუზორული წარმოდგენა არ აქვს ჩვენ. ეს მოხდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველოს თუნდაც დღეს ჩვენ ოკუპაციის 92 წლის წინ მოხდა საბჭოთა ოკუპაცია ჩვენი ქვეყნით და დღეს მე მქონდა პატივი მიმეგო და გვირგვინით შემემკო იუნკერების სასაფლაო, მე მქონდა შესაძლებლობა ქართულ სტუდენტებთან ჩვენი თავდაცვის აკადემიის მსმენელებთან შეხვედრა მქონოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სწორედ ამ თემებზე ვილაპარაკეთ და იქაც უთხარი ჩვენ სტუდენტებს და ჩვენს მომავალ თაობას, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის სხეულის გამთლიანებას, ჩვენ მრავალ ათასწლოვან ჩვენს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, არაერთხელ ყოფილა საქართველოს დაჩეხილი, ოკუპირებული, მაგრამ შემდეგ ქართველი ხალხი ფეხზე დამდგარა და ქვეყანაც გაუმთლიანებიათ. ეს არის გარდაუვალი, მაგრამ ჩვენ მოთმინებით უნდა დაველოდოთ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგებს. საქართველოს სჭირდება სამი რამ: ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემო ეკონომიკისთვის, ანუ ძლიერი ეკონომიკა, ჭირდება წინ დახედული დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა და ძლიერი არმია, რათა შევაკავოთ მტერი. აქედან გამომდინარე, ამ სამივე მიმართულებით ახალი მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით დგამს საფუძვლიან ნაბიჯებს. თუნდაც დავიწყოთ თავდაცვის სამინისტროში რა მოხდა. პირველივე 100 დღის შემდეგ ჩვენ 25%-ით გავზარდეთ 90% ჩვენი სამხედრო მოსამსახურების და სამოქალაქო თანამშრომლების ხელფასი. ეს მოხდა შიდა რესურსით, ანუ უფრო ყაირათიანად იხარჯება თითოეული თეთრი, რომელიც გამოყოფილი აქვს ბიუჯეტს. გავზარდეთ ჩვენი ხელფასები ჩვენი ავღანელი მეომრებისთვის. 1 მარტიდან მთლიანად შეიცვლება ჯანდაცვის პაკეტი და ყველა ჩვენ სამხედრო მოსამსახურეს ჯარისკაციდან დაწყებული მინისტრით დამთავრებული ექნება ერთნაირი კარგი მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურება, როგორც ჩვენს თანამშრომლებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს. ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში მოხდა. ჩვენ დავიწყებთ იმ მართლაც გაოხრებული ინფრასტრუქტურის გამოსწორებას, რომ მოტივაცია გაჩნდეს ჩვენ საზოგადოებაში, რომ დაუდგეს გვერდში ჯარს და ჯარისკაცმა იგრძნოს, რომ ის არის მთავარი ღირებულება
ჩვენი თავდაცვის სამინისტროსი და ჩვენი თავდაცვის ზოგადად სისტემის. აქედან გამომდინარე, უკვე გაკეთებული ძალიან მაღალი შეფასებით, ასე ვთქვათ, შეფასებები მიეცა იგივე ნატოში, ასევე მაღალი შეფასებები მიეცა ჩვენს ხედვას არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპკორპუსის წარმომადგენლების მიერ აქ და ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში მოხდა. აღარაფერს აღარ ვიტყვი, როგორ ვითარდება სოფლის მეურნეობაში პროცესები, ჩვენს ფინანსთა სამინისტროში, ეკონომიკაში, როდესაც მონოპოლიები ინგრევა და რეალურად სუნთქვის და ჟანგბადის საშუალება მიეცა ბიზნესს. ასე რომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ისევე ოპტიმისტურად უყურებ იმას, რომ პოლიტიკური ძალები, უმცირესობას და უმრავლესობას მოძებნიან საერთოდ. სწორედ მაგ თემაზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი დიდი ბოდიში ბატონო ირაკლი, მაგ თემაზე გავაგრძელებთ ახლა საუბარს. მართლაც მიიღეთ თქვენ ჯეიმს აპატურაის მხრიდან ძალიან კარგი კომპლიმენტები დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით. მან თქვენთან ტეტ-ა-ტეტ შეხვედრის შემდეგ ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კოაბიტაციაზე, რაზეც თქვენ უკვე დაიწყეთ ლაპარაკი, რომელიც მისი შეფასებით მიმდინარეობს რთულად. თქვენ რას იტყვით? ჩაიშალა დიალოგი. შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ მოლაპარაკება ამ ეტაპზე არის ჩიხში, თუმცა მთავარ კითხვას თავდაცვის მინისტრი უპასუხებს სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. თავდაცვის მინისტრი პასუხობს მთავარ კითხვას. ბატონო ირაკლი, გავიმეორებ შეკითხვას. ერთი მხრივ დასავლეთის მოწოდება კოაბიტაციისკენ ჯეიმს აპატურაიმ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამაზე თქვენთან შეხვედრის შემდეგ და თქვა, რომ რთულად მიმდინარეობს კოაბიტაციის პროცესი. მეორე მხრივ ჩაშლილი დიალოგი. შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ვითარება არის ჩიხში, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ნაციონალების პროტესტს იგივე გიგი უგულავასთან დაკავშირებულ ბრალდებებთან და ასე შემდეგ მუდმივ პროტესტს ყველა ქმედებაზე კოალიციის. პირველ რიგში დიალოგი არ შეჩერებულა და მე რამდენადაც მახსოვს, მაშინ ბრიუსელში ვიყავი, პარლამენტის თავმჯდომარემაც და პრეზიდენტმაც გააკეთეს განცხადებები, რომ დიალოგი მაინც გაგრძელდება. და მე მაქვს ესეთი განსხვავება, თუმცა ამ ეტაპზე ნამდვილად შეჩერებულია. შეთანხმებებზე გასვლა შეიძლება. კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიალოგი არ შემწყდარა, ამ ეტაპზე შეჩერებულია. მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ესმით ძალიან კარგად, რომ ეს არის ურთულესი პროცესი. დაინახეთ რა ხდება თვითონ დემოკრატიებში, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც არის სხვა ქვეყნები, სადაც პოლიტიკურ მხარეებს შორის ძალიან საკმაოდ დიდი ტემპერატურაა პოლიტიკური დაპირისპირების, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის თუნდაც. და ძალიან კარგად ესმის, რომ ეს საქართველოსთვის დღეს ეს პროცესი არის პირველი პროცესი, პირველი ასე ვთქვათ პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლებაში ხალხის ნების უმრავლესობით მთავრობაში მოვიდა პრემიერ-მინისტრი თავის კაბინეტით, მაგრამ პრეზიდენტობის ინსტიტუტი კვლავ რჩება ოპოზიციური პრეზიდენტის ხელში. აქედან გამომდინარე ძალიან ადვილად ასახსნელია მათთვის ის, რომ ეს პროცესი ადვილი ვერ იქნება თავისთავად, მაგრამ მეორე მხრივ ის ნაბიჯები, რომელიც იქნა გადადგმული და მე მოვისმინე ის 14 პუნქტიანი შეთავაზება უმრავლესობის მხრიდან აბსოლუტურად ლოგიკური, ჯანსაღი შეთავაზება იყო და მე თვითონაც გამიკვირდა, რომ უმცირესობამ ეს შეთავაზება არ მიიღო. თუმცა კიდევ ერთხელ ვეტყვი, ეს არის დემოკრატია, ეს არის სწორედ პლურალიზმი. აქედან გამომდინარე შეთანხმებები შეიძლება რთულად შედგეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში შედგება. ჩვენ ვთანხმდებით ყველანი საქართველოში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩვენ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ეტაპებზე, სხვა საკითხებშიც მოხდება საბოლოო ჯამში შეთანხმება. გარდა ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი რეალობა შეიქმნება პოლიტიკურად მთლიანად 1 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და ბევრი რამ, რომელიც დღეს პრინციპში მიუღწევალია, მიღწევა რთულია, დალაგდება და ყველაფერს თავისი ადგილი ექნება. აქედან გამომდინარე, ის პროცესი, რომელიც ოქტომბრამდე უნდა გავიაროთ, არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ ახალ მთავრობას სრული პოლიტიკური ნება და სიმტკიცე გაგვაჩნია, რომ ეს პროცესი იყოს ექსცესების გარეშე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება. თქვენ რა გეგმები გაქვთ ბატონო ირაკლი 1 ოქტომბერთან დაკავშირებით საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობ? ერთ-ერთ მიზეზად გაუგებრობისა თქვენსა და პრემიერ-მინისტრს შორის იყო ის, რომ კოალიციის მიღმა განიხილავდით თქვენს კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე. ახლა რას ფიქრობთ? დაპირებთ თუ არა რომ დააყენოთ? იქნება თუ არა ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო კანდიდატი? ჯერ ეს ერთი გეტყვით, რომ იქ აბსოლუტურად განსხვავებული, ასე ვთქვათ, შინაარსის საუბრები გქონდა, აქ არ იყო საუბარი კანდიდატზე კონკრეტულად, აქ იყო საუბარი უბრალოდ იმ პროცესზე, როგორ უნდა შევარჩიოთ
კანდიდატი და ჩემი გეგმები ზუსტად იგივეა, რა გეგმებიც აქვს ჩვენ კოალიციას. აქედან გამომდინარე ჩვენ შევთანხმდით, რომ კოალიციის წევრი პარტიები ამ საკითხს განვიხილავთ, როცა ამის დრო მოვა. ჯერ ადრეა ამ საკითხებზე საუბარი. პირადად ჩემი გეგმები მთლიანად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გამყარებას, მთლიანად უკავშირდება იმ რეფორმების სრულფასოვნად განხორციელებას, რომელიც დავიწყეთ თავდაცვის სამინისტროში. კოალიციას თუ რამე სხვა მოსაზრება ექნება, ამას რა თქმა უნდა მათთან ერთად განვიხილავთ. თქვენ თუ გსურთ პრეზიდენტობა? კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე იმ საქმეს, რასაც ვემსახურები, მინდა ბოლომდე მივიყვანო. ამაზე დიდი საქმე, ჩემი აზრით, მამაკაც საქართველოში არ შეიძლება ჰქონდეს, რომ გახდეს თანამონაწილე ძლიერი არმიის შექმნის, მაგრამ თუ კი კოალიციის პროცესი შერჩევის სხვანაირად გადაწყვეტავს, მე რა თქმა უნდა ასეთ განწყვეტილებას დავემორჩილებ. თქვენი დამოკიდებულება როგორია, ბატონო ირაკლი, ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთობაზე? ერთ-ერთ ინტერვიუში ადრე მას შემდეგ თქვენ პირდაპირ ეთერში აღარ ყოფილხართ არცაც სტუმრად. პრემიერ-მინისტრმა თქვა, გასაგებია, რომ ნაციონალები ალასანიას გადაბირებას ცდილობენო. რას გულისხმობდა ის, შეგიძლიათ განგვიმარტოთ? ეს პრემიერ-მინისტრს კითხეთ, როდესაც იქნება თქვენთან ეთერში, იმიტომ რომ მე შემიძლია ერთი რამე გითხრათ, ბუნებრივია პოლიტიკური პოლარიზება საქართველოში დღესაც არის და შანსს არ გაუშვებენ ჩვენი ოპონენტები, რომ რაიმე ბზარიც კი რო შენიშნონ ჩვენს კოალიციაში არ გამოიყენონ. აქედან გამომდინარე, თუ კი იყო რამე ესეთი მცდელობა, წარუმატებელი რო არის, მე მგონი დღეს თქვენ ძალიან კარგად ხედავთ და აქ არ ამგონია შეიძლება და მხოლოდ ლაპარაკი გარკვეულ ერთ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, პირზე. აქ არის საუბარი ზოგადად იმაზე, რომ შანსს არ გაუშვებენ ჩვენი ოპონენტები და ეს ჩემთვის ვთქვათ გასაგებით შეიძლება იყოს, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტების სისუსტეები გამოიყენოს. ჩვენ ასეთ სისუსტეებს არ ვავლენთ. აქედან გამომდინარე ეს ბინძური, ასე ვთქვათ, ჭორიკნული თამაშები რაც წავიდა რაღაც პერიოდის წინ, კრახით დასრულდა. ცდელობა იყო თუ არ იყო? თქვენთან დიალოგის სურვილი ჰქონდათ ნაციონალების ლიდერებს? ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, არც ერთი, ასე ვთქვათ, ფაქტი კონტაქტის არ ყოფილა, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი გარკვეული მოსაზრებები მათ ჰქონოდათ. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ვეთქვი, პოლიტიკური ბრძოლაა და ნებისმიერი გამოვლენილი სისუსტე, ბზარი პოლიტიკურ ოპონენტში იქნება გამოყენებული სხვის მიერ. ამაში არალოგიკურს ვერ ვხედავ, თუმცა მეთოდები მართლაც გულისამრევი იყო. ბატონო ირაკლი, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში ნათქვამია ცხადად ის, რომ მათ წარმოუდგენიათ საქართველოს როგორც საპარლამენტო რესპუბლიკა, კოალიციას, საკონსტიტუციო მოდელს გულისხმობ. თქვენ არაერთხელ გქონიათ ჩემთან ამაზე საუბარი გადაცემების დროს და ვიცი, რომ ხართ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრე. რამდენად მისაღები იქნება თქვენთვის, თუ კი საქმე მიდგება მოდელის შეცვლაზე, რადგან პრინციპში ამაზე საუბარი უკვე დაწყებულია და ერთ-ერთი თემაც ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკების იყო სწორედ საკონსტიტუციო მოდელის შეცვლა. მართალია ჯერ შერეულ რესპუბლიკაზე იყო საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ კოალიციის საბოლოო მიზანი ალბათ იქნება მაინც ის, რომ საქართველო გახდეს საპარლამენტო რესპუბლიკა. თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ? კოალიციის დამოკიდებულება, რომელიც ძალიან ნათლად ჩვენი კოალიციის ლიდერმა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა თქვა, არის ის, რომ ამ საკითხებზე გვაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ჩვენ ერთობლივი კონსულტაციებით გადავწყვიტავთ საბოლოო პოზიცია ჩვენი კოალიციის რა იქნება და ეს ესეც მოხდება. ანუ თქვენ დათანხმდებით იმაზე, რომ შეიცვალოს საქართველოში კონსტიტუციური წყობა და აღარ ვიყოთ კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეორო, ეკარო, კონსულტაციები უნდა შედგეს საბოლოო ჩვენს კოალიციის შიგნით მოდელთან დაკავშირებით. მე ღრმად მწამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საპრეზიდენტო მმართველობა ჩვენს ქვეყანაში ბევრად უფრო წარმატებული იქნება ქვეყნის მართვის და მენეჯმენტის კუთხით, ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით და ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლოთ. მაგრამ როგორც თქვით, კოალიცია ამ საკითხებზე უფრო ინტენსიურ კონსულტაციებს გააკეთებს მომავალში და ერთიანი პოზიციით წარსდგება. და კიდევ ერთი უკვე რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს ჩვენი საუბრის ბოლოს, თქვენ როდესაც გახდით მინისტრი, მალევე გამოავლინეთ გარკვეული კორუფციული სქემები. დღეს რა ვითარებაა, მიმდინარეობს თუ არა ამ თვალსაზრისით გამოძიება, არის თუ არა პროკურატურაში შეტანილი ეს საქმე? სიმართლე გითხრათ, მე გამოძიების დეტალებით არ ვინტერესდები, მაგრამ პროკურატურა
პროკურატურის ჯგუფი უკვე კარგახანია ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, ჩვენ თავდაცვის სამინისტროში მუშაობს ძალიან ბევრ თემაზე, არაერთზე და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც დაასრულებენ გამოძიებას, საჯაროდ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ჩვენ პირველი რაც გავაკეთეთ, სწორედ გამჭვირვალეობის შემოტანით, ანგარის ვალდებულების გაჩენით საზოგადოების წინაშე დავიწყეთ ჩვენთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვა და ამ პროცესში გამოვლინდა ძალიან ბევრი სამართალდარღვევა ნიშნები, რომელიც გადაეცა სამხედრო პოლიციას, გენინსპექციას და შემდეგ უკვე პროკურატურას. რა შედეგები დასრულდება, ჩვენ ამაზე წინასწარ მსჯელობა, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. თავდაცვის მინისტრი პასუხობდა მთავარ კითხვას, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ჯაბა სამუშიასთან ერთად დავბრუნდებთ.